მოგესალმებით მეგობრებო. ხვალ არის მიტევების კვირა. დღე, როცა ეკლესია გვახსენებს ადამის 64-დან განდევნას. ეს დღე უბრალოდ ისტორიის გახსენება არ არის. ეს არის სარკე ჩვენი სულისთვის. ეკლესია გვეკითხება: სად ხარ შენ? ღმერთთან ხარ თუ მისგან შორს? ხვალიდან იწყება დიდი მარხვა. გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომამდე. მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლის შეცვლა არ არის. მარხვა გულის შეცვლაა. რა მოხდა სამოთხეში? ღმერთმა ადამიანი შექმნა სიყვარულით. ადამსა და ევას ყველაფერი ჰქონდათ. მათ ჰქონდათ ურთიერთობა ღმერთთან. საუბრობდნენ მასთან, უსმენდნენ, უყვარდათ. ღმერთმა მხოლოდ ერთი რამს თხოვა. არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი. ეს იყო მარხვა, პირველი მარხვა ისტორიაში. ანუ მარხვა თავიდანვე ნიშნავდა ღმერთის სიტყვის პატივისცემასა და მორჩილებას. მაგრამ როცა მათ დაარღვიეს ეს მცნება, ყველაზე საშინელი ის კი არ იყო, რომ ნაყოფი შეჭამეს, არამედ ის, რომ სიყვარულის დიალოგი შეწყდა. ღმერთმა ჰკითხა: ადამ, სად ხარ? ღმერთმა იცოდა, სად იყო ადამი, მაგრამ უნდოდა ადამს ეთქვა: შევცდი, მაპატიე. ადამმა კი თავის შეცდომაზე სხვას მიუთთა. ევაც ასე მოიქცა. და სწორედ აქ დასრულდა სიყვარულით სავსე ურთიერთობა. რას გვასწავლიან წმინდა მამები? იოანე ოქროპირი ამბობს: ცოდვა ადამიანს ღმერთისგან კი არ მალავს, არამედ სიყვარულისგან აშორებს. ბასილი დიდი კი გვასწავლის, რომ ნამდვილი მარხვა არის ბოროტებისგან თავის შეკავება, წყენის დატოვება და გულის გამწმენდა. ანუ მარხვა მხოლოდ საკვებზე უარის თქმა არ არის. თუ წყენა გვაქვს, ამპარტავნება გვაქვს, სიძულვილი გვაქვს, მაშინ ჯერ კიდევ 64-დან განდევნილ მდგომარეობაში ვართ. რატომ გვახსენებს ეკლესია ადამს მარხვის წინ? იმიტომ, რომ მარხვა არის გზა სამოთხეში დაბრუნებისკენ. მარხვა არის გზა სიყვარულის დიალოგის აღდგენისკენ. როცა ვმარხულობთ, ვსწავლობთ მორჩილებას, ვამარცხებთ ვნებებს, ვსწავლობთ სიყვარულს და ვიწყებთ ლოცვას გულით. და სწორედ ეს არის დაბრუნება ღმერთთან. ქრისტე იმიტომ განკაცდა, იმიტომ ევნო და იმიტომ აღდგა, რომ ეს დიალოგი ისევ გაეხსნა. ჯვარზე გაკრული ქრისტე მაინც ლოცულობდა ადამიანებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არასოდეს წყვეტს სიყვარულს. ჩვენ ვწყვეტ. რას ნიშნავს მიტევების კვირა? ხვალ სანამ მარხვა დაიწყება, ჩვენ უნდა ვთქვათ: მაპატიე. რატომ? რადგან თუ არ ვპატიობთ, ჩვენ ისევ ადამის მდგომარეობაში ვრჩებით, ვიმალებით, ვიმართლებთ თავს და სხვას ვადანაშაულებთ. მარხვა იწყება მიტევებით. თუ გულში წყენა გვიდევს, მარხვა უბრალოდ დიეტა იქნება. დასასრული სიტყვა მეგობრებო. ხვალ, როცა მიტევების კვირა დადგება, ჩაფიქრდით: ხომ არ ვიმალები ღმერთისგან? ხომ არ ვამართლებთ ჩემს ცოდვას? შემიძლია ვთქვა: უფალო, შევცდი, მაპატიე. მარხვა არის დაბრუნება მამის სახლში. მარხვა არის სიყვარულის დაბრუნება. მარხვა არის გზა აღდგომამდე. და გახსოვდეთ, ღმერთი ისევ გვეძახის: სადა ხარ? ამ მარხვაში ვუპასუხოთ სიყვარულით.